მშვიდობა ღმერთმა გაკურთხოთ დაგლოცოთ ყველას მესმინდა ყველასთან ერთად მოგილოცოთ ქრისტეს აღდგომა იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით ყველა საფლავი არის ბიზი დაკავებული ბუდა მაგამედი და კიდევ ვინ გინდა ყველა ლიდერების საფლავი არის დაკავებული მხოლოდ ერთი საფლავი არის ცარიელი ეს არის იესო ქრისტეს საფლავი რატომ იმიტომ რომ ის კი არ არის აღდგა ჭეშმარიტად აღდგა და რას ნიშნავს აღდგა ესე იგი ის იყო მკვდარი თავისით კი არ მოგდა ის მოკლეს რატომ მათ თავისი მიზეზი ჰქონდათ მაგრამ ღმერთი ამბობს ბიბლიაში რომ ის მოგდა ჩვენი სოდვებისათვის ჩვენი დანაშაულებანეს გამოიყო ჯვარზე სმული გაკრული ტანჯული მან აიღო ჩვენი ყველა უზურება ჩვენი ყველა ავანტყოფობა და მისი ჭრილობებით ჩვენ განკურნებულები ვართ ეხლა ჩემს ეზოში ვწერდა თუ რამე ზედმეტი ხმაური გაატარეთ ძალიან თუ შეგვიშალა ესე იგი ჩვენიანები არ არიან და ჩვენი უფალი იესო მოკლეს გოლგოთის მთაზე ჯვარზე ეს არის თხემი სადაც დაღვარა უფალმა იესომ სისხლი და ერთი საგალობლით მინდა დავიწყო ჩემი პატარა სიტყვა და ერთი საინტერესო ამბავს მოგიყვებით კიდო თუ მოთმინება გეყოთ და იქამდე გაძლევთ ძალიან საინტერესო ამბავს ნამდვილ ამბავს მოგიყვებით ეს იყო 80-იან წლებში მოხდა ეს ამბავი და ამ საგალობელს ქვია ალბათ ყველას გესწრებებათ 90-იან წლებში მყოფ მორწმუნეებს ზუგდიდელებს ხობარებს ალენჯისა სანტრედიელებს ქუთაისლებს თბილისელებს ერევნელებს და ასე შემდეგ გოლგოთა სადაც ჩვენი უფალი იესო გააკრეს ჯვარს დიახ მთაზე გოლგოთაზე იქაცამეს ქრისტე ჯვარზე იქ დაღვარ წმინდა სისხლი იქ ცხონება მე მიყიდა გოლგოთაზე იქ ქრისტემ სისხლი დაღვარა გოლგოთაზე ის ჯვარზე მოგდა შენთვის სესაკუხდა მიწა გასკდა როცა ქრისტე ჯვარზე მოგდა მან გაბო კრეცაბმელი და გაგვიხსნა ზესისკარი გოლგოთაზე იქ ქრისტემ სისხლი დაღვარა გოლგოთაზე ის ჯვარზე მოგდა ის შენთვის დიახ მართლაც შენ უფალო გაეკარი
ჩემთვის ჯვარზე ჩემი დამჯვა შენ მიიღე და ეწამე გოლგოთაზე 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 ი ქრისტემ სისხლი დახვარა გოლგოთაზე 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 ი ჯვარზე მოგდა შემთვი ამინ ის მართლა მოგდა შენთვის, ჩემთვის და ყველასათვის. რამე თუ ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, უფალი იესო ქრისტე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეთ საუკუნო სიცოცხლე. ამენ. ჰალელუია. დიდება გქონდეს. ჰალელუია, ის ადიდეს უკვე. დიდება გქონდეს უკვე. კარგი, მეგობრებო. ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით. ეს მოხდა სადღაც რუსეთში, ოდესაში, იმ შემოგარენში. თუ გახსოვთ, იყო ამისანა დრო კლასელები, თანაკლასელები და ერთი სკოლის თანაკლასელები ისიც თანაკლასელებმა გადაწყვიტეს შეკრება 10 თუ 20 წლის მერე. უკვე ზოგს ოჯახი ყავს, უკვე სამუშაო უკვე მუშაობენ, სამსახური აქვთ, ვიღაცა სადღაც გაიწაფა. მოკლედ სხვადასხვა ცხოვრებით გააგრძელეს ცხოვრება და ვიღაცა მითავაეს და შეიკრიბნენ მორწმუნეები. ესა უკაცრავად. შეიკრიბნენ ეს თანაკლასელები. ხო და როცა და ვინც შეკრიბა ეს იყო იქ რაღაც ის იყო სვის სანაპირო ქალაქი იყო ამ პორტის უფროსი იყო მისი ამ ერთ-ერთი თანაკლასელის მამა მან თხოვა მამას კატერი ითხოვეს თხოვა მამას კატერი და მამამაც მისცა კატერი შვილები თავისი შვილების ამხანაგები და გასაღები ყველაფერი მისცა ყველანი ჩასხდნენ თავიანთი ცოლებით ზოგი ცოლით ზოგი უცოლოდ ხო და გავიდნენ ზღვაზე იქ წაიღეს სასმელები ალბათ არაყის შამპანიური საჭმო საჭმელი მოკლედ და დაჯნენ ცოტა მოსწეს იქით აქეთ დაიწყეს ლაპარაკი ვინ როგორ წავიდა ვინ სას მუშაობს ვინ სანამდე მიაღწია ის როგორი წარმატება ქონდა ხო და ამათ შორის ზოგმა რა ილაპარაკა ზოგმა და ერთმა თქვა მე ვარო ეს და ეს რაღაც უბრალო სამსახური თქვა სამუშაო და მე ვარო ქრისტიანი მე ვირწმუნეო უფალი იესო ქრისტე ყველა ისეთ კლოსის მუსიკა გაუშვეს რას კი მორწმუნე სექტანტი ხარ ბიჭო არა მე სექტანტი არა მე იესო ვირწმუნე თუ არსი ბიბლიას ეკავა თუ სახარება ხო და უთხრა აქ მოკლედ 5 აწუთში ჩამოუყალიბა რაქნა იესო მათვის რომ ყველა ცოდვილები ვართ ვერავინ ვერ წარდგება უფლის წინაშე ჩვენი ცოდების გამო ვაგებთ პასუხს თუ იესოს არ მივიღებთ იმიტომ რომ იესომ აიღო ჩვენთვის და ჩვენს მაგერად აგო პასუხი და მისი მორწმუნე მის მორწმუნეს იესოს სიმართლით ჩაეთვლება იმიტომ რომ იესომ იმის მაგერად მოგდა და ასე აუხსნა ეს კეთილი ამბავი რომელიც დაავალა იესომ თავის მოწაფეებს რომ წასულიყო და იქადაგათ
და ზოგმა გაიცინა, ზოგმა დასცინა, სოფლად გამოსულებდი, რა დაგემართა, წავგიღია წერილი, კრიშას ეხალა და ხო იცი რას დაიწყებდნენ. ხო და კარგი. მორწმუნე ყოველთვის კრავივით არის და მოიწინა რაღაცები და ამ დროს შეიცვალა ამინდი. შეიცვალა ამინდი უცბად. ქარი ამოვარდა, ხელვა, ესენი ცოტა ჩორს იყვნენ გასულები, რომ არავის მათი სიცილი და კისკისი და კივილი არ გაეგონათ. თავისუფლებაში. და უბედურო ის მოიყო, რომ ვერ დაქოქეს. არ ამუშავდა მათ ისა კადერი. ჩაქრა. არა და ხელა ზღვა ის ხო რა დინარე. და ცუდად ასა წყალს ასხამს ესენი იქით ასხამენ, ეს აქეთ ასხამს ზღვა და მოკლედ ყველა როგორც თევზი მახეში გაებნენ ყველა. ამ ბიჭმა დაიწყო ლოცვა, დაევარდა მუხლებზე, ეს ლოცულობს, ვიღაცა იგინება, ვიღაცა წივის, კივის, ვიღაცა გული მისდის, გუს ხრუბლები, წვიმა, რა ვიცი, ცუდი ამინდი დადგა. მოკლედ, ცუდად ასაკმე. და ამ მამამ რომ ნახა რომ ამინდი შეიცვალა რაღაცა წვიმა დაიწყეს, ახლა ელოდება თავის შვილებს და თანაკლასელებს, ალბათ ეხლა მოვლენ და რო გამოთვალა რამდენ ხანში უნდა მოსულიყვნენ. გაგზავნა სხვა მუშები და უთხრე, წადით გაიგეთ რა დაემართა ჩემს შვილს და მის თანაკლასელებს, არ შეიძლება ამდენი ხანი მათი გაჩერებაო, რამე ხო არ უჭირს და წავიდა ერთი კატერი. რამოდენიმე კაცი წავიდნენ მაშველები. და შეხვდნენ, შუა სადღაც εκεί გადაკარგულში შეხვდნენ, ვერ ქოქავენ ამ იმას კატერს. ხო და უთხრეს. ყველა ვერ ჩავიტევითო. ჩვენ ჩავიძირებითო. ავაგდოთო არ მიდეთ არც ერთი ხურდა. ავაგდოთო არ იოლდა რეჩკა. და აი ასე რომ არავინ არ იფიქროს ვიღაცას პუმოს უფრო პატივსცემთ და ვიღაცა უფრო მოგწონს და გადმოყავს და რომ არავისი რამე ის არ მოხდეს. არ იფიქრონ ვინმე. პირმოთნეობა რო ხდება. და აგდებენ ვისაც რაც ჩათვალეს ღირსად ის ხდება, ის გადადის იმ კადერში. ასე გადადის და ეს კატერში გადასასვლელი ის არიოლი თუ რეჩკა არის რომელი იყო მოხდა მორწმუნეს და ეს ორი დარჩნენ თუ არა რამოდენიმე დარჩნენ და ბოლო აგდება იყო და ამ იმას მოხდა მორწმუნების უნდა გადასულიყო იმათ კატერში რომელსაც უნდა წაეყვანა და ყველა მისის რომ სანამ ესენი წავლენ და მოვლენ ეს კატერი აქ არ იქნება მე არ ვიცი კიდევ რამდენი ხალხი იყო დარჩენილი, მაგრამ შუაში გაიყო. ხო და ეს კაპიტანის შვილი კი იქ დარჩა. არ მოხდა არიელ და რეჩკა, რომელიღაცა. და რას დახტება რაღაც უცნაური რაღაცა. ეს ბიჭი ბრუნდება უკან ისევ იმ კატერში. როგორც ახსოვს ლაპარაკი, დაჟე იმისი წინძა მიკითხია. ხო და დაჟე იმ ბიჭსაც ვარ შეხვედრილი, რომელიღაც 60 სახლში. მე მგონი სოხუმში თუ არ ვცდები. ხო და ეუბნება. ამბის ვინც ყველაზე უფრო დასინოდა. მამამისი კაპიტანი საერთო ამ პორტის უფროსი გამღენძილის გამაყებული და ამან უფრო მეტი დასინა და ამბის ეუბნება. შენ ახლა ის ვიცით რომ ყველა რა მოგველის ყველას. შენ არ ახარ რომ მზად რომ იესოს შეხვდე. შენ მოუნანებელი მიდიხარო ჯოჯოხეთში. პირდაპირ ჯოჯოხეთის გულში მიდიხარო. შენი ცოდვები თუ ალბათ იცოდა იმის ცოდვები კიდე.
ხო და მე მზად ვარ მე ვიცი რომ მე გადარჩენილი ვარ მე უფალთან ვიქნები ამიტომ ჩემს ადგილს გითმობო შენ ყველა გაფიქრდა ყველა გაუცდა ალბათ ზოგიერთმა იფიქრა გიჟია ვიღაცა გადაწეული არა და სააღე ნორმალური ყველაზე უფრო ჯანსაღი მოაზროვნის პიროვნება იყო ეს ბიჭი ყოველთვის და ეხლაც იმ დროსაც და ამ პორტის უფროსის შვილმა არც აცხია არც აცხელა და აცია და უცბად გადახდა მადლობა უცბად ჩაიხოდა და გადახდა ისე იმათ კადერში და იმათ ისინი ესე წავიდნენ რომ საჩქაროდ გაიყვანათ ესენი და მერე წამოსულიყვნენ მეორე რეისზე თუ მოასწრებდნენ რომ მოვიდნენ მეორე რეისით უკვე კატერი ეს დიდი კატერი არ იყო იქ უკვე ჩაძიროლა ეს დაშოკა ყველა და განსაკუთრებით ძალიან მოხდა ამ ბიჭს ამ პორტის უფროსის ბიჭს თავის ოთახში შევიდა ტირილით ქვითინით მიხვდა გაანალიზა რომ იმ ბიჭმა ის არ დამთვრალი იყო და არ დალეული იმას საერთოდ არ დაულებია და შეგნებულად დათმო მან სიცოცხლე შემწირაო და დაიწყო სახარების კითხვა თუ არცები ის სახარება მისცა იმას თუ რა მე მგონი როცა გადადიოდა სახარება წაიღეოდა ჩემგან კონდესო და დაიწყო ამ სახარების კითხვა ნახა გაიგო იესოს მოქმედება თუ რა ქნა იესომ რომ ყველას მაგივრად მოკვდა ყველასი ცოდები და უჯილოება რომ აიტანა თავისავზე აიღო და მამის წინაშე აგო პასუხი და თუ არცები იმ კვირას თუ იმ თვეს წავიდა იმ კრებულში იმ სამოსულო სახლში სადაც დადიოდა ეს მორწმუნე ბიჭი და იქ იმ საკრებულოში თქვა ჩემთვის მოგდაო ეს და ეს პიროვნება ხარ არ მახსოვს იმ ბიჭის სახელი არის გვარი და დავარდა და დაიწყო ქვითინი და ამისანა ბროშურა და წიგნი გამოუშვა ორნი მოგდნენ ჩემს გულისთვის ერთი ჩემი უფალი იესო და მეორე ჩემი ძმა ქრისტეშიო და აი ეს ბიჭის სახელი თქვა და ყველა საუწყდა იქ ტირილი ხო და ამისთანა ისტორია მოხდა წლებოდა ვიღაცა ქრისტიანმა ბიჭმა სიცოცხლეს დადო ეს არის იოანე წერს იესო ქრისტეს მოციქული მოწაფე არ არსებობს იმაზე რო დიდი სიყვარული რომ მეგობარმა დასმოსო სიცოცხლე მეგობრისთვის ჩვენი მეგობარია უფალი ჩვენი თვითონაც უფალმა თქვა თუ ყველაფერს გააკეთეთ რაც გითხარით ჩემი მეგობრები იქნებით და არა მონები ამიტომ იცოდე ორი თუ არა ერთი მაინც მოგვდა და ერთი სიკვდილი ყველაფერს ავსებს იესო ქრისტე მოგდა შენთვის მოიდრიკე შენი გული გაანალიზე ვიღაცამ რაღაცა 15-იანი და ავტობუსის ბილეთი კი არ გადაგიხადა სიცოცხლე დასდო მარადიულობის ჯოჯოხეთისგან გიხსნა მარადიული ცეცხლისგან გიხსნა და თავისი მარადიული ცის სამეფოში იწვდის უფალი ხელს ასე რომ უფალმა გაკურთხოთ დაგლოცოთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მორწმუნეებმა თუ როგორი სიყვარული გამოავლინა უფალმა ჩვენს მიმართ ვისაც მონანიებული არ აგაგდა არ გაგიხსნიათ თქვენი გულები უფლისათვის დროა გახსნათ ხვალინდელი დღე ღმერთმა გაგვითენოს ყველას არ ვიცით არ ღირს რისკი დღეს ეხლა როცა მოისმენ მის ხმას გაუღე გულის გარე უთხარი უფალს უფალო იესო შენ მოგდი ჩემთვის შენ აიგე ყველა ჩემი ცოდვები ყველა ჩემი ყველა ჩემი დანაშაული ყოველი სიტყვა საქმე მე შემჭირდები უფალო მე შენ გიღებ ჩემს სიცოცხლეს ჩემს სულს და გულს ჩემს ცხოვრებას შემოდი ჩემში ვინანიებ ჩემს ცოდვებს გაღიარებ ჩემს უფლად წამს უფალო რომ შენ მოგდი ჩემთვის
წამს უფალო რომ შენ აიღე ჩემი სოდები და მოგდით ჩემთვის და მესამე დღეს აღსდექი მკვდრეთით და ამაღლდი და მამის მარჯვნივ შუამდგომლობ ჩემთვის დღესაც მელოდები აი უფალო ხსნი ჩემს გულს გაღიარებ ჩემს უფლად ჩემს ღმერთად უფალო იესო თაყვანს გცემ გაქებ და გადიდებ როგორც ჩემი უფალი ჩემი მწყემსი და ჩემი ზესიერი მამა უფალმა გაგურთხოთ გთხოვ არ გადადო არ ირისხო ამის გამოსწორება მერე შეუძლებელია უფალმა გაგურთხოთ დაგლოცოთ აბაჰე აბაჰო და მომავალ შეხვედრამდე კარგად